რატომ ვერ ჩაანაცვლებს ChatGPT Google-ს? რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? დღევანდელ ვიდეოში ამ ფაქტორებზე ვისაუბრებთ. ChatGPT-ის გამოჩენასთან ერთად, გამოჩენასთან და მისი ცნობადობის გაზრდასთან ერთად დასაწყისში წინა წელს პანიკა შეიქმნა, რომ Google-ი საერთოდ მოკვდებოდა, აღარ იქნებოდა როგორც საძიებო სისტემა. და SEO-საც აზრი აღარ ჰქონდა SEO-ს კეთებას, იმიტომ რომ ChatGPT ყველაფერს შეცვლიდა. ძირითადად რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ყოველთვის იქნებოდა მსგავსი ტიპის პანიკა, რომ ან SEO-ს კეთებას აღარ ჰქონდა აზრი, ან Google-ი როგორც საძიებო სისტემა მოკვდებოდა და გადაშენდებოდა, ან მსგავსი ტიპის უსაფუძვლო პანიკა ყოველთვის იყო საძიებო სისტემების ან ზოგადად ტექ ინდუსტრიის მიმართ. და ეს ბოლომდე უსაფუძვლო არ ყოფილა, იმიტომ რომ დღეს ყოველ ჩვენგანი თუ არა უმეტესობა, მაინც ყოველდღიურობაში ვიყენებთ ChatGPT-საც. ადრე თუ იყო მაგალითად რაღაცასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდებოდა, თუ ეტყოდი რომ დაგუგლე, დღეს ეს დაგუგლეს ჩაანაცვლა GPT-ს კითხემ. ანუ მომხმარებლებმა AI-ს გამოყენებაც ისევ აქტიურად დაიწყეს, როგორც საძიებო სისტემის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო ჭკვიანი ხდება AI და უფრო პოპულარული ხდება და უფრო ბევრ რამეში გამოდგება, დღევანდელ ვიდეოში გეტყვით, რატომ ვერ ჩაანაცვლებს ის Google-ს და რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის. პირველ რიგში რა არის Google-ი? Google-ი არის საძიებო სისტემა, რომელსაც აქვს რეალურ დროში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით საძიებო შედეგები. Google-ს რეალურ დროში აქვს გარკვეული ფაქტორები, რის მიხედვითაც ახდენს ვებსაიტების პოზიციონირებას. ანუ Google-ი არის დინამიური საძიებო სისტემა, რომელსაც აქვს ინდექსაცია და კრავლირება და მისი ბოტები ყოველ წამს მუშაობენ, რომ ახალი ინფორმაცია მოიპოვონ და შემდეგ ის დაალაგონ შესაბამისად საძიებო სისტემაში. ასევე Google-ი გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს, თუ რამეს ყიდვა გინდა გთავაზობს shopping ads-ებს, თუ რუკაზე ეძებ რამეს გთავაზობს ლოკალურ შედეგებს, თუ ინფორმაცია გინდა გთავაზობს ბლოგებს, ანუ ყველაფრის შემოთავაზება შეუძლია, რასაც მოძებნი. ანუ Google-ი არის მრავალფეროვანი საძიებო სისტემა, რომელსაც რეალურ დროში განახლებული მონაცემები აქვს თავის საძიებო სისტემაში. ხოლო რა არის ChatGPT? ChatGPT არის ენობრივი მოდელი, რომლის ინფორმაციაც დაფუძნებულია წარსულში მიღებულ მონაცემებზე. ანუ ChatGPT-ს თავისი მონაცემები რასაც პასუხობს, ეგ არის მისი წვრთნის შედეგი. რეალურ რეჟიმში თუ რაიმე API არ აქვს მიბმული, არ აქვს ამ ახალი ინფორმაციის მიღების უნარი, დაამატეს search-ი, თუმცა ეგ საერთოდ სხვა მიმართულებაა და ასევე ვერ განსაზღვრავს ინფორმაციის სანდოობას. ანუ ChatGPT-ს აქვს წვრთნის შედეგად მიღებული მონაცემები თავის მეხსიერებაში ან სადღაც, არ ვიცი, რასაც პასუხობს. ხოლო Google-ს აქვს დინამიურად განახლებადი ინფორმაცია, და ალგორითმები მათი სანდოობის და ავტორიტეტის შესამოწმებლად და დასადასტურებლად. და რომელიც უფრო ყველაზე მეტად ავტორიტეტულია, იმ ნაწილს გიჩვენებთ თქვენ. ხოლო ChatGPT-ს უბრალოდ არის გაწვრთნილი, ასე რომ ვთქვათ, და წარსულში მიღებულ ინფორმაციას, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი აქვს და მის წვრთნაზე დიდი რაოდენობით თანხები იხარჯება, წარსულში მიღებულ ინფორმაციას ენობრივი მოდელის საშუალებით, ანუ ჩათის სახით გეუბნებათ. ეს არის მათ შორის განმასხვავებელი ფაქტორი და აქვე მიხვდებოდით, რატო ვერ ჩაანაცვლებს AI საძიებო სისტემას, იმიტომ რომ მათი ფუნქცია სხვადასხვაა. ჩემი აზრით ისინი ერთმანეთის კონკურენტები არც არიან. მაგალითად, Instagram-ი, მიუხედავად იმისა, რომ Instagram-იც Facebook-ის არის, რატომ ვერ ჩაანაცვლა Instagram-მა Facebook-ი? რეალურად მომხმარებლებს Instagram-იც აქვთ და აქვთ Facebook-იც, ანუ ერთს სხვა ფუნქციისთვის იყენებენ, მეორე სხვა ფუნქციისთვის იყენებენ. ჩემი აზრით, ზუსტად იგივე ხდება და იგივე მოხდება საძიებო სისტემების ბაზარზეც. Google-ი დარჩება უპირობო ლიდერი
buyer intern keyword-ების მიმართულებით, ანუ იმ keyword-ების მიმართულებით, რის შემდეგაც მომხმარებლები ანხორციელებენ შესყიდვას, ეძებენ გარკვეულ პროდუქციას, უნდათ რომ იპოვონ საუკეთესო ექიმი მაგალითად მათ ქალაქში, ან მსგავსი ტიპის მოთხოვნებისთვის Google დარჩება ლიდერად, ხოლო შესაძლოა რომ ინფორმაციული keyword-ების ნაწილი ან ინფორმაციული ძიებების ნაწილი აითვისოს ChatGPT-მ და აღარ ჰქონდეს მომხმარებელს ინფორმაციის მოძიების საჭიროება Google-ში, იმიტომ რომ GPT-ს კითხავდა უფრო მარტივად გეუბნება რომელ წელს მოხდა მაგალითად რაღაც გარკვეული ომი. ან რაიმე რეცეპტს შესაძლოა რომ უფრო მარტივად გეტყოდეს GPT. თუმცა, რადგან GPT-ს არ აქვს არ შეუძლია განსაზღვროს რამდენად სანდოა გარკვეული მონაცემი, რაც შესაძლოა რომ ინტერნეტში იპოვოს, აქედან გამომდინარე ყიდვისთვის გაწყვეტილების მიღებისთვის Google-ის საძებო სისტემა დარჩება ლიდერად. ასევე წინა წელს იყო ყველაზე დიდი ბუმი, AI-ის ყველაზე დიდი ბუმი და თუ შევხედავთ ბაზრის წილს, Google-ის ბაზრის წილი არის კვლავ 92%. ანუ საძიებო სისტემების ბაზარზე მომხმარებლების 92% ისევ Google-ს იყენებს. ანუ რეალურად ჯერჯერობით AI-მ ვერ შეძლო საძიებო სისტემის ჩანაცვლება და ჩემი აზრით ვერ შეძლებს. მას ბევრი დადებითი გამოყენება აქვს, რაშიც მეც ვიყენებ ყოველდღიურად და რაშიც ის თავის ნიშას აითვისებს, თუმცა ჩემი აზრით არ უნდა განვიხილოთ იგი საძიებო სისტემის პირდაპირ კონკურენტად და რატომ ამას კიდევ გავშლით. რატომ არის Google-ის ალგორითმი უფრო სანდო ვიდრე AI? ამდენი წლის განმავლობაში Google ცდილობს რომ დახვეწოს მისი ალგორითმი. საძიებო ალგორითმი, იმიტომ რომ მომხმარებელს უნდა მისცეს შესაბამისი ყველაზე რელევანტური შედეგი მისი ძიების განხორციელებისას. და ამ პერიოდის განმავლობაში Google მიხვდა ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ გარკვეული ტიპის მონაცემები, გარკვეული ტიპის ვებსაიტების მონაცემების შესაფასებლად ყველაზე სანდო არის ადამიანური ფაქტორი. და რას გულისხმობს ეს ადამიანური ფაქტორი და როგორ არის Google-ის ალგორითმებში ჩარეული. AI-ს ეს ადამიანური ფაქტორი არ აქვს და შეიძლება ვერასდროს ვერ ჰქონდეს, არ ვიცი. ხოლო Google-ში ეს ადამიანური ფაქტორი არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც ზის და განსაზღვრავს ეს საიტი კარგია, ეს საიტი ცუდია, ეს სწორია, ეს არასწორია. არა, მთლიანად ალგორითმი არის ისე მოწყობილი, რომ ეფუძნება ადამიანურ ფაქტორს, ანუ როცა Google თქვენს პოზიციონირებას ახდენს, მაგალითად რო ავიღოთ ბექლინკები, მარტივი გასაგები რო იყოს. თუ თქვენ ხართ მეხუთე პოზიციაზე და გაუკეთებთ მაგალითად 3 ძლიერ ბექლინკს და ამის შედეგად მეორე მესამე პოზიციაზე გადმოხვალთ, მაგალითად. რას ნიშნავს ეს ბექლინკები, ხო? ბექლინკები ნიშნავს, რომ რომელიღაც სხვა ავტორიტეტული ვებსაიტი, რომელსაც ვიღაც ადამიანი მართავს, თვლის, რომ თქვენ რა სიტყვითაც გადალინკოს გიკეთებთ, იმ სიტყვის ყველაზე მეტად რელევანტური თქვენ ხართ. ანუ Google ამ ვებსაიტს გარკვეულ ავტორიტეტს ანიჭებს, მაგალითად 100-დან 50 ავტორიტეტს ანიჭებს ამ ვებსაიტს, მაგალითად და თუ რაც უფრო ავტორიტეტულია ეს ვებსაიტი, მით უფრო მეტი ზალა მოდის თქვენთან. და როდესაც ეს ვებსაიტი აკეთებს გადმოლინკვას თქვენთან, ანუ ვიღაც სხვა ადამიანი, რომელსაც ავტორიტეტი აქვს Google-ისთვის, თვლის, რომ თქვენ ხართ გარკვეული სიტყვის რელევანტური. ანუ Google პოზიციონირებისთვის იყენებს სხვა ადამიანების აზრებს. ბექლინკები დაახლოებით ასე შეგვიძლია რომ გავიგოთ. აი მაგალითად, თუ თქვენ ყავთ საუკეთესო მეგობარი, რომელსაც 100-დან 99-ზე ენდობით და ეს მეგობარი გირჩევთ ვიღაცას, თქვენ მასთან წახვალთ. თუ ყავთ ნაცნობი, რომელსაც 100-დან 10-ზე ენდობით, მაგალითად,
და ის გირჩევთ ვიღაცას, შეიძლება მასთან არ წახვიდეთ, ცირე ავტორიტეტი მიიღოს მან უბრალოდ. ბექლინკების დაახლოებით მსგავსი პრინციპით მუშაობს. ანუ ადამიანურ Google-ს თავის ალგორითმებში ხარისხის შესაფასებლად შემოტანილი აქვს ადამიანური ფაქტორი, რასაც რისი შემოტანის საფუძველი ჯერჯერობით AI-ში არ ჩანს და ჩემი აზრით სამომავლოდაც ნაკლებად იქნება. გარდა ამ ბექლინკებისა და ადამიანური ფაქტორისა, სოციალური სიგნალები და კიდე ბევრი ასობით სხვა ფაქტორია, სადაც უშუალოდ ხარისხის განსაზღვრაში მომხმარებლები არიან ჩართულები. აი მაგალითად Google Chrome-ის user data-ს რენდომზე ამოწმებს ხოლმე და განსაზღვრავს თქვენს ვებსაიტზე რომ მომხმარებელი შემოვიდა, რამდენი კმაყოფილი არის, ანუ განახორციელა თუ არა ტრანზაქცია, რამდენი გვერდი დაათვალიერა, რამდენი ხანი გაჩერდა, რამდენად სწრაფად ჩაუტვირთა ვებსაიტი, სად გაჩერდა, რა წაიკითხა, რა არ წაიკითხა, რამდენად განახორციელა თქვენთან შემოსვლის შემდეგ ისევ ძიება Google-ში, ანუ დაბრუნდა და Google-ში გააგრძელა ძიება თუ დაგმაყოფილდა თქვენთან. ანუ მსგავს ადამიანურ ფაქტორებს Google ყველაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ანუ ეს არის უბრალოდ საძიებო სისტემა, რომლის ალგორითმებით მოწყობილია ისე, რომ ჩვენ ადამიანებმავე საბოლოო ჯამში შევაფასოთ ის ვებსაიტები, რომლებიც უნდა პოზიციონირებდეს ტოპში. და აქედან გამომდინარე, ამიტომ არის მისი საძიებო შედეგები ყველაზე მეტად დახვეწილი. ეს უბრალოდ რამოდენიმე ტიპის ფაქტორი ვახსენე, როგორც არის ბექლინკები და მომხმარებლის გამოცდილება, რაზეც დაყრდნობილია საძიებო რეზულტატები და მსგავსი ფაქტორები არის კიდევ ბევრი, რომელსაც პოზიციონირებისთვის იყენებს Google. ხოლო რა აქვს AI-ს? ანუ AI-ს არ აქვს ამ ეტაპზე არანაირი ხელსაწყო იმისათვის, რომ შეაფასოს შედეგის ხარისხი, ასე რომ ვთქვათ. მას მხოლოდ შეუძლია რომ რაღაცას გაიწურთნას და შემდეგ ის გიპასუხოს. ხოლო live რეჟიმში უშუალოდ აი დღეს ამ წამს რომ შეაფასოს რაღაცის ხარისხი, ეს არ შეუძლია. და Google-ს იმიტომ შეუძლია რომ ადამიანებზე არის დაფუძნებული მისი ალგორითმი. ხოლო აქეთ ხარეს არის AI, რომელიც იწურთნება და მის მიხედვით აგენერირებს პასუხებს. აქედან გამომდინარე, ChatGPT ინფორმაციის სანდოობას ჯერჯერობით ვერ გვიმოწმებს ვერანაირად. გარდა ამისა, Google-ს შეუძლია ძალიან სწორად განსაზღვროს მომხმარებლის განზრახვა, ანუ პირიქით მთლიანი საძიებო სისტემა მომხმარებლის განზრახვაზე აწყობილი. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ რაღაცის ყიდვა, არის ეგრეთ წოდებული buyer intern keyword-ები. ანუ თქვენ იმიტომ Google-ობთ, რომ რაღაცის ყიდვა გინდათ. ამ ნაწილში ტრანზაქციულ და კომერციულ keyword-ებში, როცა მომხმარებლებს რაღაცის შეძენა უნდათ, Google-ს ბევრი რამე შეუძლია შემოგთავაზოთ. შეუძლია შემოგთავაზოთ review-ები, შეუძლია შემოგთავაზოთ ლოკალური მაღაზიები, შეუძლია შემოგთავაზოთ shop-ი, შეუძლია შემოგთავაზოთ ბლოგები და შედარებები. თუ თქვენ ყიდვა გინდათ, ბევრ რაიმეს შემოგთავაზებთ Google-ი, რაც გაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ხოლო ChatGPT-ს მსგავსი ტიპის ფუნქციონალი არ აქვს. ასე რომ სამომავლოდაც buyer intern keyword-ებისთვის, ანუ იმ keyword-ებისთვის, სადაც მომხმარებლები შეძენას აკეთებენ, Google-ი დარჩება წამყვანი და მოწინავე სისტემად, ხოლო ინფორმაციული კუთხით შესაძლოა, რომ უფრო მეტად ChatGPT-ისთვის კითხვა იყოს კომფორტული. საბოლოოდ, Google-ი უკეთესად ახდენს მომხმარებლის ქცევის ანალიზს და მარკეტინგულად იგი დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ჩემი აზრით ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად. ხოლო ChatGPT არ არის მისი კონკურენტი, ისინი უბრალოდ ერთმანეთს ავსებენ და სამომავლოდაც საძიებო ბაზარზე ისე იქნება ყველაფერი ალბათ როგორც დღეს არის სოციალური ქსელების ბაზარზე, Facebook სხვა დანიშნულებით იყენებს ხალხი, Instagram-ზე უფრო მეტად სურათებს დებენ, LinkedIn-ი სამუშაოს პაუნელებისთვის ან მაძიებლებისთვის არის და ასე იქნება Google-იც უფრო მეტად ბიზნესზე და ყიდვაზე ორიენტირებული keyword-ებისთვის იქნება, ChatGPT უფრო მეტად ალბათ ინფორმაციაზე, იმიტომ რომ ენობრივი მოდელია და არ არის საძიებო სისტემა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ამან შესაძლოა რომ Google-ის წილი შეამციროს საძიებო სისტემების ბაზარზე. ჯერჯერობით AI-ის გამოსვლიდან ამდენი ხნის შემდეგ ეს არ ეტყობა ბაზარს, რომ Google-ის წილი მცირდებოდეს საძიებო სისტემების ბაზარზე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. რამოდენიმე წელიწადში შეგიძლიათ ჩემს ვიდეოს თავიდან უყუროთ
და ნახოთ, რომ ჩემი პროგნოზები AI-სთან და Google-თან მიმართებაში გამართლდება.